out. The beauty of creation, I seen too much to wonder how it feel to take your first breath for you. I would never double down. ახლა კი რინგზე ვხედავთ 57 კილოგრამ წონით კატეგორიის მოკრეებს 4 რაუნდიანი მსოფლიოს რეიტინგով გიორგი ტუნკიშვილი არის ლუკა ბარნოვი დგეს კრივის კლუბ გლებს ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობ კლუბის კრივის კლუბს ნოს უკვე გამართული აქვს ტონკიშვილისთვის ეს დებუტი იქნება. ხოთ რა შემოგთავაზებენ მოკრეები ლუკა ბარნოვს მე კარგად ვიცნობ, ვიცი რა შეუძლია მოკრივეს. ძალიან მაგარი მებრძოლია, ნამდვილი ხასიათი აქვს, ნამდვილი მოკრივის, ნამდვილი მებრძოლის, ნამდვილი მეომრის, როგორც კლუბს და მის მწვრთნელს ბატონ მიხეილ ბაკაშვილს შეეფერება, რომელმაც ის გამოიყვანა საბრძოლველად ახლა რიგზე. ნახოთ. ძალიან მაინტერესებს ტუნკიშვილის კრივი, მისი შესაძლებლობები, დებიუტანტი მოკრევი ხილო ყოველ საინტერესოა ხოლმე რინგზე, მაგრამ ჩვენ ხედავთ ახლა რომ მიუხედავად ახლა ბრძოლაში და ტონკიშვილმა ამ შემთხვევაში კარგი მიდის განსაკუთრებით მართლაც ასე იტყვიან ჩვენი მოკრევეებიც. ცდილობს ლუკა ბარნოვი იმოძრაოს, ხოლო ტუნკიშვილი ჩასაფრებულია და აი ნახეთ კლავ ბარნოვი შესვლა და კარგი პასუხი იყო ტუნკიშვილისგან. კლავ კარგი შეტევა. აი, თუმცა კარგი ჰუკი იყო ამჯერად ტუნკიშვილისგან შეხტომით. ძალიან კარგად იმოქმედა. საკმაოდ საინტერესო ბრძოლა და აი კლავ ტუნკიშვილმა მარცხენა ხელი მე რამდენად გაუტარა თავის მეტოქეს. საკმაოდ საინტერესო რაუნდი იყო დამეთანხმებით, ხედავთ უკვე მეტოქეების სტილს, რა შეუძლიათ, როგორ მოქმედებენ და როგორ იქნება უკვე შემდგომი რაუნდი. შედარებით შვილი საკმაოდ საინტერესო კრივე ჩანს
ლუკა ბარნოვს რაც შეეხება ცდილობს მიუხედავად იმისა რომ უფრო დაბალია სისტრაფშიაჯობოს მეტოქეს სწრაფად შევიდეს თანაბარი და საინტერესო რაუნდი იყო მე ვფიქრობ Make it look easy when really it got hard to do but son this won't be hard to do and it won't be hard for you cuz I put that on Alice ახლა კი ველოდებით შემდგომ რაუნდს შენ ბარნო შენ გვესმის მისი მწვრთნელის მიხეილ ბაკაშვილის შეძახილი შენ ლუკა შენ თვითონ უნდა იმოქმედოს მაგას მოუწოდებს თავისი მწვრთნელი გამომდინარე იქიდან რომ ლუკა ბარნოვი შედარებით დაბალია, ნამდვილად მართებს აქტიურობა, უფრო ახლოს შესვლა. მაქსიმალურად ახლო უნდა შევიდეს და ახლო ბრძოლაში დაჯაბნოს მეტოქე, თუმცა ტუნკიშვილი საკმაოდ ჭკვიანურად იცავს თავს. შენ შემთხვევაში ცხენა ჰუკს ძალიან კარგად ახვედრებს ხოლმე, როცა ის უკვე შედის. უძლიერესი დარტყმით გაცვლა. საინტერესო და კარგი ბრძოლა მიდის ნამდვილად. როგორც კი შეტევაზე მიდის ბარნოვი, ტუნკიშვილი ჩასაფრებულია და ცდილობს რომ სწორედ მაგ დროს კონტრშეტევაზე უპასუხოს. ხშირად გამოსდის, თუმცა ხედავთ ჩვენ ლუკა ბარნოვის საოცარ შეტევას. კარგი შეტევა იყო კიდევ ერთი და ჩვეულ სტილში მიდის. მერაბ მაისურაძე აფრთხილებს ტუნკიშვილს წელს ქვემოთ დარტყმაზე. თუმცა მე მგონი ბევრი არაფერი უგრძნია ბარნოვს ამ შემთხვევაში. ძალიან კარგი შეტევა იყო. კარგი დარტყმები შეასრულა ეხლა ლუკა ბარნოვმა. კარგი აცელა. ბარნოვის მოუღლელი ერიშებს მაქსიმალურად ჭკვიანურად პასუხობს ტუნკიშვილი. სულ აქტიურობს ბარნოვი, სულ წინ მიდის. აირა წარმოუდგენელია მისი ხასიათიდან გამომდინარე, მისი მონდომებიდან გამომდინარე. აი კვლავ წინ შევიდა და ნუ სწორედაც იქცევა წინავ შემთხვევაში უფრო მაღალ მეტოქესთან შანსი არ ექნებოდა. ამ შემთხვევაში კი საკმაოდ კარგად აქტიურობს და შედეგსაც არ წევს, თუმცა ღვიძლში კიდევ ერთი დარტყმა მიიღო ახლა ტუნკიშვილისგან. საინტერესო რაუნდი იყო. დახურდა ნელ-ნელა შოუ, საკმაოდ ბევრი ხალხია და საკმაოდ საინტერესო ღონისძიება მიმდინარეობს. როგორც იცით, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ ორგანიზებული წლის ბოლო ღონისძიებაა და ყველაფერი დაგვირგვინდება დღეს ნიკა ბიგოვას ბრძოლით, რომელიც თავის WBF-ის International ჩემპიონის კამარს დაიცავს სამხრეთ აფრიკელი მეტოქის წინააღმდეგ 10 რაუნდიან ბრძოლაში. სული გვექნება 8 ორთა ბრძოლა, 8 დაძაბული ჯახი და ჩვენ ვხედავთ როგორი ცეცხლი დაინთო პირველივე ბრძოლებიდან. ნამდვილი ომი იხილა მაყურებელმა რინგზე. დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება დღევანდელი შოუ, ისევე როგორც პროფესიონალური კრივის სხვა შოუებზე, სხვა ღონისძიებებზე ჩვენ ვხედავთ ძალიან მაგარ ორთა ბრძოლებს. განსაკუთრებით წელს 2025 წელს უკვე საქართველოს პროფესიონალურმა კრივის კავშირმა არაერთი ძალიან მაგარი ბრძოლა გამართა. ღონისძიება საქართველოშიც, რეგიონებშიც გამოჩნდნენ ძალიან საინტერესო მოკრივეები, ახალგაზრდები. დაბრუნდა სხვათა შორის უნდა ითქვას ბევრი ვეტერანიც და
ყველა შოუზე არის ხოლმე რამოდენიმე ისეთი ახალი სახე, რომელზეც დიდი იმედების დამყარება შეუძლია სამომავლოდ ქართული კრივის კომაკს. დავაი, აპერკოტი დადი, დავაი, მიდი. დავა ბიჭო, დავა, აი. კიდევ ერთი ძალიან კარგი შეტევა ლუკა ბარნოვის შესრულებით. დავაი ბიჭო, მიდი. დავა ეხლა. ხოლო თუმცა ძალიან სახიფათოა ტუნკიშვილი. თუ კი ბარნოვს აუცდა დარტყმა, ამ შემთხვევაში უკვე ტუნკიშვილის დარტყმებია ხოლმე ძალზე სახიფათო. დავაი ბიჭო, გიჭერს მიდი. დავაი, მიდი. დავაი შენ ბარნოვი, შენ გელი მიდი. შენ ბიჭო. არც ტუნკიშვილის კუთხეს და არც ბარნოვის კუთხეს ემოციების ნაკლებობა არ ახასიათებს, ეს მხოლოდ ფეხისად სურება იყო, მეტი არაფერი. და კვლავ იგივე სურათი. შეტევაზე ლუკა ბარნოვი და ჩასაფრებული ტუნკიშვილი. ტუნკიშვილის კუთხეში ჩვენ ვხედავთ კვლავ ზურა მექერიშვილს, თავადაც ვეტერან მოკრივეს, მრავლის მნახველს და ძალიან საინტერესო დავალებებს აძლევს, ძალიან ემოციურად, ისევე როგორც მიხეილ ბაკაშვილი და აი დაჭერის გამო გაფრთხილება. ტუნკიშვილის, თუმცა ღვიძლში კიდევ ერთი კორპუსში ძალიან ძლიერი დარტყმა გაუტარა. იგივე შენიშვნა მიიღო ახლა ბარნოვმაც, თუმცა არა გაფრთხილება. შენ ბიჭო, შენ. მიდი, არაფერი დაუთმო, მიდი. კარგი შეჯახება იყო. ატრიალი. ბიჭო, სასუს მიდეცად. მიდის კლინჩი მუშაობა. დავაი ბიჭო, მართლა ძლიერი. ხედავთ როგორი მონდომებულები არიან მოკრივეები ახლო ბრძოლაში. ბიჭო, დატრიალდი. კლინჩი. დატრიალდი, ბრეკ. ბიჭო, რასაკეთებ, ბიჭო? კარგი დარტყმა იყო ბოლოს უკვე. საინტერესო დაასრულეს რაუნდი მოკრივეები. ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლას უყურებთ. მართლაც არ დაეწუნებათ მოკრივეებს და ბოლო გადამწყვეტი რაუნდის დრო დადგა, საკმაოდ თანაბარი ბრძოლაა. და ბოლო რაუნდმა შეიძლება ძალიან ბევრი გადაწყვეტოს ამ ბრძოლაში. ბოლო და გადამწყვეტი რაუნდი. შენ ბიჭო, შენ. მართლაც ბევრს გადაწყვეტს ამ რაუნდში. მოპოვებული უპირატესობა. ბიჭო. სტილი არ იცვლება. რა სტილშიც დაიწყო ბრძოლა, იმ სტილში გრძელდება. ეს მხოლოდ ფეხის დაცურება იყო, კუთხე დასველებულია და სეკუნდანტებმა უნდა მოწმინდონ. სკოჩაღ გიორგი ტუნკიშვილს მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო ბრძოლაშია, საკმაოდ ჭკვიანი მოკრივის შთაბეჭდილებას ტოვებს. შენ ლუკა გადასვლები, შენ. ჭუით ლუკა, ჭუით. ხედავთ ლუკა ბარნოვი კი ჩვეულ სტილში. სულ ახლო შედის და უძლიერეს დარტყმებს აყენებს. მარჯვენა სადაც მოწმინე ლუკა მარჯვენა. ავა მარჯვენა. კარგი ხარ, აი ასე. დავაი შენ ბიჭო, შენ ლუკა, შენ დაიწე.
ბარნოვს აქტიურობისკენ მოუწოდებს თავისი მწვრთნელი და ამართლებს მისი ეს შეძახილები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მოკრევემ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა ამ ბრძოლაში. შენ ლუკა, შენ დავა იბრძოლე. იბრძოლე ლუკა, იბრძოლე. წამი უკან და აი ასე კარგია მოხდა ორივე მოხდა მიდი წავა თავისი საყვარელი კომბინაციებით ცდილობენ როგორც ერთი ისე მეორე ფონს გასვლას. გააქტიურდი ლუკა, გააქტიურდი კარგია მხრიდან კлау შეტევაზე მოუღლელი ლუკა ბარნოვი არ იღლება ეს მოკრივე, არ იღლება. მხოლოდ წინ. თუმცა რაღაც ახალსაც თუ მოიფიქრებს არ იქნება ცუდი. იმიტომ რომ კიდევ ღვიძლში ძალიან ბევრი გაუტარა ტონკიშვილი. თუმცა ვნახოთ, გადაეხუნნენ ერთმანეთს მეტოქეები. ვნახოთ რა იქნება საჭთა გადაწყვეტილება. Now I'm public with the soundscapes. Floss, I'm really pulling strings for the pound cake. I see you went for a puppet in the clown face for a little wage. The talk of the town is late. Still me, I never switched sides. Came a long way with the gas tank running on fumes. Wonder why you full on the empty. When it's all love, when I fall through with the young bulls getting niggas a kidney, but you ain't mob, you a op. Must be lost in the sauce. Been here for the art and the jump start. Wanted this is small, packed the lunchbox with the Kool-Aid jammers. And I'm still throwing tantrum. I'm set to roam around the planet where they know the songs and they chant them. Turn into fruition. I'm really liking how it's panning. They call me collector, you thought I planned it. Been crazy, then it fell into place. Now everything's stable. I'm all in on the table. You selling that paper, we know that it's made up. We know what you made of. I do better offline. მაშასე ნამდვილად საინტერესო და დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ. მეტოქეები გაესაუბრნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, რაც ხდება რინგზე, რჩება რინგზე. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი დარტყმები მიაყენეს ერთმანეთს, ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ყველაფრის მიუხედავად, როგორც კი ბრძოლა დამთავრდა, გულიანად გადაეხუნენ ერთმანეთს მოკრევეები. და ნახოთ ახლა უკვე როგორ იქნება საბოლოო შედეგი. 27-38 და 36-39 შესაბამისად საჭთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ლუკა ბარნოვმა. მაშასე საჭთა გადაწყვეტილებით ლუკა ბარნოვი მგლებთან მიდის გამარჯვება. დამწუხრებული ზურაბ მექერიშვილი, დამწუხრებული გიორგი ტუნკიშვილი. ნამდვილად საინტერესო და კარგი ბრძოლა იყო. ულოცავ ლუკა ბარნოვს და